სირიის პრეზიდენტი ნამდვილად ბედნიერია, თუმცა ეს სიტყვა არ არის ის, რასაც ჩვეულებრივ გამოიყენებდი ეგრეთ წოდებული ყოფილ ISIS-ისა და ალ-ქაიდას ტერორისტზე. მაგრამ მოდი თავად მისგან მოვისმინოთ. დღეს სირია იშორებს ბნელ ლაქას და წარსულის მტკივნეულ თავს, რათა დაიწყოს განვითარების, აღდგენისა და ხელახლა აშენების გზა. გულწრფელად მადლობას უხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყველა მეგობრულ და მხარდამჭერ ქვეყანას, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ. ხო, რუთი, შენი გამოთქმა ძალიან კმაყოფილი კაცი, ბევრ მხრივ აქაც შესაბამისია, რადგან ის ბედნიერია, რადგან შეერთებული შტატები 10 წლეულების შემდეგ სირია ტერორიზმის სიიდან ამოიღო. ეხლა ეს სია, სადაც ქვეყნები ტერორიზმის მხარდამჭერებად არიან მიჩნეულნი, თუ არ ცდები, ეს კონგრესის კანონმდებლობითაა განსაზღვრული, ამყარებს ყველანაირ შეზღუდვებს სირიის მთავრობასთან ურთიერთობაში. და ეს ასადის პერიოდს უკავშირდება, მგონი ეს კიდევ ასად უფროსის პერიოდსაც ეხება, ჰაფეზ ალ-ასადი, რომელიც იყო სირიის სასტიკი დიქტატორი, მგონი 1970 წლიდან. და ფაქტობრივად მან თავისი ტერორის მართველობა შვილს გადააბარა, სანამ მისი შვილი არ დაამხო ამჟამინდელმა კაცმა. ამიტომ ეს შეზღუდვები, ეს ASEAN-ის კლასიფიკაცია სირიას როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოს, სირიელებს ძალიან დიდი ხანია აწევთ მხრებზე. და შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ არის ამჟამინდელი კაცი ასე კმაყოფილი, რომ ამერიკელებმა ეს მოხსნეს. და საბოლოო ირონია ის არის, რომ ეს კაცი თავად სირიის პრეზიდენტი აშარა თვითონ იყო ოფიციალურად ტერორისტებად გამოცხადებული დაჯგუფებების წევრი. ის ალ-ქაიდასა და ISIS-ის მოძრაობებში იყო. და ის ფაქტი, რომ ის როგორც სირიის პრეზიდენტი აშშ-ის სიიდან ამოიღეს, სიიდან ეს თითქმის მისი თვალსაზრისით სასწაულივითა. კი, აბსოლუტურად მართალი ხარ. და განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს ხელისუფლება ჩაიბარა, ის სირიაში ქურთებს სასტიკად ჟლեց. ეხლა რატო არის ეს ნიშნულოვანი? ეს ნიშნულოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ის მკვლელია, მასობრივი მკვლელი. მართალია, ასადიც მასობრივი მკვლელი იყო, შეიძლება კიდევ უფრო უარესი, მაგრამ აი რა არის მთავარი. მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში ეხლა ძალიან ნაზად არის დაბალანსებული სიტუაცია სხვადასხვა უცნაური ალიანსებით. კარგი, მოდი ერთი წუთით ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სამ განცხადების დრო ასევე ემთხვევა საინტერესო მოვლენას. თომ ბარაკი აშშ-ის ელჩი თურქეთში ტომ ბარაკი, რომელსაც ასევე აქვს სხვა სპეციალური წარმომადგენლის როლებიც, დაუბარეს ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც მან შემდეგი ინტერვიუ მისცა. გოლანში, სირიისთან. ისინი კვლავ იკავებენ გოლანს გაეროს რეზოლუციების წინააღმდეგ, მთელი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ გოლანი სირიისაა. მაშ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეჯრები სანამ? Temperatura ardaitos. კარგი, ანუ იმ კლიპიდანაც გამოტოვებული იყო, ის თქვა, რომ ამას ისრაელი აკეთებდა და ეხლა მარკ შენ გააგრძელე. შენგან განსხვავებით რუთი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა გაქვს, როგორც ჟურნალისტს, კოლუმნისტს და მწერალს, მე ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ისრაელის დიპლომატიურ სამსახურში ვატარებდი და ვიცი, რას უნდა აკეთებდეს ელჩი. ელჩი უნდა წარმოადგენდეს თავისი თავრობის შეხედულებებს სწორად. და თუ ისრაელის ელჩი ხარ, შენი საქმეა წარმოადგინო ისრაელის მთავრობა. და თუ ამერიკის ელჩი ხარ, შენი საქმეა წარმოადგინო აშშ-ის ადმინისტრაცია. და სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის პირველ ვადაში აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რაც ისრაელში ყველამ, მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მიესალმნენ. ყველას ესმის, რომ გოლანის მაღლობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის უსაფრთხოებისთვის. და ის აზრი, რომ გოლანის მაღლობები სირიას დაუბრუნონ, არის რაღაც ისეთი, რაზეც ისრაელელთა უმეტესობას ფიქრიც კი არ სურს. და როდესაც დონალდ ტრამპმა აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, ეს მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებმა არ მიესალმნენ და არ დაუკრეს ტაში, არამედ ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. გოლანის მაღლობებზე კიდევ არის ერთი დასახლება, რომელსაც დონალდ ტრამპის სახელი დაარქვეს. ებრაულად მას რამაც ტრამპი ქვია. ეს გოლანის მაღლობებზე ერთ-ერთი ახალი დასახლებაა. და სინამდვილეში ელჩმა შეცდომით თქვა რაღაც, ამიტომაც დააბრუნეს ვაშინგტონში
და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, მან განმარტა თავისი განცხადებები. მაგრამ გოლანის მაღლობების სირიის ოკუპირებულ ტერიტორიად მოხსენიებით, ის სწორად ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, როგორც ელჩი, რომლის ამოცანაც არის წარმოადგინოს იმ ხალხის მოსაზრებები, ვინც იგი ელჩად გააგზავნა, ანუ თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი, არა, აბსოლუტურად და სწორედ ამიტომ იყო ესეთი დიდი აღშფოთება, მაგრამ საინტერესოა ის, რომ რაც არ ვიცით, ორივე შემთხვევაში ცუდია. კარგი, ძალიან ცუდია, რომ ის არ წარმოადგენდა შეერთებული შტატების, ანუ თავისი ადმინისტრაციის პოზიციას. მაგრამ თუ ის არ იყო ინფორმირებული აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ, ესეც საკმაოდ ცუდია. თუ ელჩი ხარ და შენ, მარკ, ეს უნდა იცოდე. გულისხმობ, როცა შენს ქვეყანას მსოფლიოს გარშემო წარმოადგენ და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყანაა, უნდა იცოდე, უნდა მოემზადო, ასე არ ფიქრობ. განსაკუთრებით, როცა ეს შენსავე ქვეყნიდან მოდის. ამიტომ ვფიქრობ, ეს 100%-ით სწორია. ეხლა მოდი გავარკვიოთ. შემიძლია გავიგო, რატომ შეიძლება ადამიანი დავნეულიყო და რატომ მოხდა შემთხვევა. რადგან მოდი გავარკვიოთ, მისი უფროსი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახალ სირიის ლიდერს, ადამიანს, რომელსაც ალ-ქაიდასა და ISIS-ში აქვს ფესვები, დიახ, აშარა, პრეზიდენტმა ტრამპმა მას ახალგაზრდა მიმზიდველი ლიდერი უწოდა. მან მას უწოდა მკაცრი კაცია ამ რთული რეგიონისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა მას უკვე ორჯერ შეხვდა. ერთხელ თეთრ სახლში და მანამდე საუდის არაბეთში. და ეს ახალი სირიის ლიდერი, ეს ახალი სირიის რეჟიმი, რა თქმა უნდა, ძალიან მეგობრულია თურქეთთან. და როგორც ვიცით, პრეზიდენტს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს თურქეთის პრეზიდენტთანაც. და ბარაკი არის ამერიკის ელჩი თურქეთში, ასევე აქვს განსაკუთრებული როლი სირიაში. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ელჩმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი სურს იყოს კეთილგანწყობილი სირიის ახალ რეჟიმთან. ეს ფაქტია. არა, აბსოლუტურად, მაგრამ ასევე იცით, ფიქრობ, შეგიძლიათ გამასწოროთ თუ ცდები, მაგრამ გონია, რომ ზოგიერთ ელჩს უვითარდებოდა ის, რასაც ჩვენ სტოკჰოლმის სინდრომს ვეძახით ოდნავ მაინც. მისი ელჩობა თურქეთში ალბათ შეცდომა იყო, რადგან ის იმდენად მოხიბლულია თურქეთით, რომ შეიძლება იგრძნო ამით შეიძლება იბრძნოს სიახლოვე იმ ქვეყანასთან, სადაც ის აშშ-ის ელჩად მსახურობს, ვიდრე პირიქით. ამის მიუხედავად, კარგი, განმარტეთ, არ ვიცით, გაათავისუფლებენ თუ არა მას, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, მისი უფროსი, რა თქმა უნდა, მისი მთავარი უფროსი, პრეზიდენტი ტრამპია. მაგრამ მისი უშუალო უფროსი არის მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანი, რადგან ბოლოს და ბოლოს დიპლომატები მის დაქვემდებარებაში არიან, ხომ ასე? და რაც საინტერესოა ის არის, რომ მარკო რუბიო დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ესეთი აღშფოთება გამოიწვია მისმა განცხადებამ გოლანის მაღლობებზე, ფაქტობრივად დაემთხვა იმას, რომ მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტმა სირია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან ამოიღო. ესე რომ ეს საინტერესო იყო. საინტერესო განვითარება იყო, რომ ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა. მე ვითხოვდი ძალიან შემაშფოთებელი განვითარება. რადგან როგორც ხედავ თქვენ ახსენეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თითქოს აშარასთან ახლოს არის, სხვათა შორის მისი სახელი, მისი საბრძოლო ფსევდონიმი არის ალ-ჯოულანი. და ალ-ჯოულანი, ჯოულანი ნიშნავს გოლანის მაღლობებს, რადგან მას ყოველთვის ჰქონდა გეგმა დაეპყრო მთელი გოლანის მაღლობები. და სხვათა შორის ის ნამდვილად ისრაელის წინააღმდეგია, როგორც ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი. ერთ ანეკდოტს გეტყვით, ვეტყვი მათ ვისაც შეიძლება არ ახსოვდეს. როცა აშარა წავიდა თეთრ სახლში ტრამპთან შესახვედრად და ეხლა, რა თქმა უნდა, ის ტერორისტია ჰალსტუხით და ეხლა ის კოსტიუმში და ჰალსტუხშია. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრია, რომ ის ისევ ტერორისტია. ტრამპი ძალიან აღფრთოვანებული იყო და უთხრა, რომ ძალიან სიმპათიური ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ ტრამპს ასევე აქვს სუნამოს ბრენდი, ერთი მამაკაცებისთვის და ერთი ქალებისთვის. და მან ამოიღო სუნამოს ეს ბოთლი. სხვათა შორის ისინი ძალიან ძვირია. ფასი არ მახსოვს, მაგრამ ერთ დღეს ამაზონზე ვნახე. მან ამოიღო სუნამოს ეს ბოთლი, რომ აჩუქოს აშარას. მაგრამ სანამ აჩუქებდა, ასხურა სუნამო. აშარა გაოცებული დარჩა, რადგან იცით, არაბი ლიდერები არ არიან მიჩვეულები, რომ ასე მეგობრულად მოექცნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ასე რომ სხვა გზა არ ქონდა, უნდა მიეღო ეს სუნამოს შესხურება. და შემდეგ ტრამპმა თქვა, მაგრამ მე ქალებისთვისაც მაქვს ვერსია, შენი ცოლისთვის. და მერე შეაჩერა ტრამპი და კითხა, რამდენი ცოლი ყავთ?
და აშარამ თქვა, მხოლოდ ერთი. და შემდეგ ტრამპმა თქვა, თქვენთან ხომ არასდროს იცი. და ამას შეიძლება უთიფარ განცხადებად ჩათვლიდი ან არ ვიცი, რას დაარქმევდი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო დელიკატური. ეხლა ვიცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დელიკატური არ არის, მაგრამ ეს სინამდვილეში ძალიან სახალისო მომენტი იყო ჩემნაირი ადამიანებისთვის. ეხლა გოლანის მაღლობები სიახლეებში მხოლოდ ამის გამო არ არის. ეს იმიტომაცაა, რომ ისრაელმა თავდასხმა განახორციელა თურქეთის სამხედრო გაძლიერებაზე სირიაში. თურქეთი, რა თქმა უნდა, უარყოფს, რომ ეს სამხედრო გაძლიერება იყო და ასევე ყველა დანარჩენიც. შეერთებული შტატებიც უკმაყოფილო იყო ამით და ასე შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ აღარ დაუშვებთ ამას. ჩვენ ყველა საფრთხეს თავიდანვე აღკვეთთ. მათ ჰქონდათ, ჩვენ ჰქონდა სერიოზული დაზვერვითი ინფორმაცია იმის შესახებ, რას აკეთებდნენ თურქები სირიაში. ასე რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია აქ. და ეს სხვათა შორის იყო ის წყარო ან მიზეზი, რის გამოც ნახეთ ინტერვიუ ტომ ბარაკთან. ეს იყო სწორედ იმ ინტერვიუს თემა. საქმე თურქულ ობიექტებზე იმ ისრაელის თავდასხმას ეხებოდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოს უნამოს ინციდენტი, რადგან ეს, როგორც თქვენ თქვით, მართლაც განსაკუთრებულად გასართობი მომენტი იყო. და თქვენ მართალი ხარ, დონალდ ტრამპი დიპლომატიური დახვეწილობით არ გამოირჩევა. ის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც თავად ხედავს. და ეჭვი არ არის, რომ მას გარკვეული დიპლომატიური დახვეწილობა აკლია. მეორეს მხრივ შეიძლება მის პირდაპირობას პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობებიც ჰქონდეს. მაგრამ დაბრუნდეთ უკან, აქ ორი საკითხია, სადაც განსხვავებაა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. პირველი საკითხია, როგორ უყურებს სირიის რეჟიმს. ისრაელები, მათ შორის ჩვენ ორვე, ძალიან სკეპტიკურად უყურებთ ამ ახალ სირიის ლიდერს. მას ტერორისტს უწოდებ, რომელიც კოსტიუმსა და ჰალსტუხშია. ეს არის ადამიანი, რომლის წარსულიც, როგორც ვთქვით, უკავშირდება ექსტრემალურ ისლამურ მილიტანტიზმს, ISIS, ალ-ქაიდას და ასე შემდეგ. და მან სირიაში აიღო ძალაუფლება და უნდა რომ სოფლიო მიფიქროს, რომ ეს ყველაფერი მის წარსულშია და არა მომავალში. და სიმართლე ისა, რუთი მთლიანობაში ის საკმაოდ ზომიერად იქცევა და ძირითადად რამდენიმე გამონაკლისის გარდა ის პასუხისგებელი ლიდერის როლს ასრულებს. და ცინიკური ისრაელები, როგორც მე ვარ, იტყვიან, რომ ის ზომიერად იქცევა, იმიტომ რომ სუსტია. იმ რამდენიმე დღის ინტერვალში, როცა ასადის დიქტატურა მიდიოდა და აშარას ახალი რეჟიმი მოდიოდა, ისრაელის საჰაერო ძალებმა სერიოზული ოპერაცია ჩაატარეს, გაანადგურეს სირიის საჰაერო თავდაცვა, სირიის საჰაერო ძალები, სირიის საზღვაო ფლოტი, გაანადგურეს სირიის იარაღი, საწყობები, მათი არსენალები, მათი რაკეტები, ქიმიური იარაღი, რომლის ქონასაც ისინი არასდროს აღიარებდნენ. დიახ, ისინი არასდროს აღიარებდნენ, მაგრამ აშკარაა რომ ჰქონდათ, დიახ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მან დაიპყრო ქვეყანა სამხედრო ძალის გარეშე, საზღვაო ძალების გარეშე, საჰაერო ძალების გარეშე, არმიის გარეშე და ეს იმიტომ რომ ისრაელმა სწორად თქვა, ძალიან სწორად, ეს კაცი მოდის ისლამური სახელმწიფოდან, ეს კაცი მოდის ალ-ქაიდად. და შედეგად ჩვენ არ გვინდა რომ ამ კაცს ჰქონდეს კონტროლი ნებისმიერ იარაღის სისტემაზე, რომელიც შეიძლება ისრაელს ავნოს. ამიტომ მან დაიკავა ქვეყანა არსენალის გარეშე, არმიის გარეშე და ის თავს კარგად აჩვენებს. და ვფიქრობ, ბევრი ისრაელი, ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი მის მიმართ, სერიოზულად ფიქრობს, რომ ხომ მხოლოდ იმიტომ არის თავაზიანი და ფრთხილი, რომ სუსტია. და თუ დროს მივცემთ, რომ აღიდგინოს და განამტკიცოს სირიის ძალა, მაშინ ნამდვილ აშარს ვიხილავთ. და ის თავაზიანი აღარ იქნება. და ვინც ევროპულ ისტორიას იცნობს, იცის რომ, როდესაც ჰიტლერი 1933 წელს მოდის ხელისუფლებაში, ისიც ბატონი თავაზიანია. ის პოლონეთთან მშვიდობაზე საუბრობს. ის საუბრობს მშვიდობაზე, დიდ ბრიტანეთთანაც კი. ის კი ცდილობს ამ ქვეყნებთან ხელშეკრულებების გაფორმებასაც, არ აგრესიის ხელშეკრულებებს, თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებებს, რადგან სუსტი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ნაცისტები განამტკიცებენ თავიანთ ძალაუფლებას, როდესაც ისინი აძლიერებენ ვერმახტს, როდესაც ისინი აძლიერებენ გერმანიის სამხედრო ძალას, მაშინ ისინი აჩვენებენ საკუთარ თავს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. და ვფიქრობ, რომ ისრაელის შიში სწორედ ისაა, რომ სირიის ლიდერი ზუსტად ამას აკეთებს. ამერიკა სულ მცირე საჯარო განცხადებებში თავად პრეზიდენტი რეჟიმს ნდობის ავანს აძლევს. ის, როგორც უკვე ვთქვით, ამ ახალ კაცს თითქმის ისე აქებს, თითქოს სუფთა ჰაერივით იყოს და ამბობს, რომ ის შეიცვალა.
და მათი ლოგიკა იქნებოდა ტონი ბლერის ლოგიკა. ანუ, იცით, ტონი ბლერმა, როცა ოქსფორდში იყო, ტროცკიზმთან და უფრო რადიკალურ სოციალიზმთან ჰქონდა ფლირტი და რა თქმა უნდა, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, უკვე ბევრად უფრო ზომიერი სოციალ-დემოკრატი იყო, ძალიან ცენტრისტული, ლეიბორისტული ლიდერი. ამიტომაც ხალხი ამბობს, რომ ასაკთან ერთად ადამიანები უფრო მციფდებიან და პასუხისგებლობა მათ პიროვნებასაც და იდეოლოგიასაც უფრო ზომიერს ხდის. და ამერიკელები როგორც ჩანს საჯაროდ ამბობენ, ასე მრჩება შტაბ-ბეჭდილება ტრამპისგან, რომ ამ ადამიანს ეჭვის მიუხედავად შანსი უნდა მიეცეს და ის შეიცვალა. ისრაელელები, როგორც თქვი, დარწმუნებულები არ არიან. ეს იმიტომ, რომ მიზეზი ასეთია. მე არასოდეს შევადარებდი ტონი ბლერს და აშარას. და მე შევადარებდი ადოლფ ჰიტლერს და აშარას. ეს იმიტომ, რომ ტონი ბლერი კარგი იყო სტუდენტი. და ის, როგორც ბევრი სტუდენტი, იცით, ბევრ სისულელეს ფიქრობდა. და სოციალიზმი სისულელია და ასე შემდეგ. და ის, მაგრამ იცით, ეს იდეალიზმი იყო, ხო? იდეალიზმი ერთი რამეა და ახალგაზრდებს ეს ძალიან ხშირად აქვთ და როცა გაიზრდებიან და უფრო მეც ისწავლიან და თანამდებობაზეც მოხდებიან, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი უფრო ზომიერად უყურებენ. მაგრამ ეს არ არის მართალი რადიკალური ისლამიზმის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც ეს არ იყო მართალი ნაციზმის შემთხვევაში. და სწორედ ამიტომ არ გამოვიყენებდი ტონი ბლერის შედარებას, რადგან ეს არ არის შესაბამისი. და დიახ, მართალია, რომ ტრამპს სურს მისთვის ეჭვის მიუხედავად შანსი მისცეს და მართალია, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის ეს ყველაფერი. ისლამი, იცით, ისლამიზმი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ისლამი, არამედ ისლამიზმი. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ მისი ძირეული მიზეზი სწორედ ყურანი და ისლამია. მაგრამ მე არა, მე ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან რელიგიაზე საკმარისი ცოდნა არ მაქვს. ეს უკვე თეოლოგიური დისკუსია. მაგრამ ისლამიზმი, პოლიტიკური ისლამი უბრალოდ არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთთან შეთანხმებებს დებენ. პირიქით, ისლამისტები იყენებენ ტაქიას ამ დროებით, იცი, მოჩვენებით ზავებს, რათა აღდგნენ, როგორც ჩვენ თქვი, რომ ისევ გაძლიერდნენ. მაგრამ არის ერთი ჯგუფი, რომელიც სრულიად არ დაეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს. და ნებისმიერ მოსაზრებასთან, რომ აშარა შეიცვალა, ან გახდა ისეთი, როგორიც ადრე არ იყო, დრუზები სრულიად არ დაეთანხმებიან. და სირიის დრუზები ძალიან შეშფოთებულები არიან ამით. ისინი აშარას სამიზნეები არიან და შეშფოთებულები არიან და მათ ნამდვილად აქვთ სიმპათია ისრაელის მიმართ. ისინი სურთ უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებულები ისრაელთან როგორც იდეოლოგიურად, ასევე ბუნებრივი ალიანსის თვალსაზრისით. ამიტომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან. საქმე მხოლოდ ისრაელს არ ეხება. და კიდევ ერთი საკითხია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა გაანადგურა ყველაფერი, რაც თქვით, მათი თავდაცვა, არმია და ესე შემდეგ, ახლახან გამოცხადდა, რომ სირიაში ჯერ კიდევ არის ბირთვული მასალა. შეგიძლიათ ამაზე ერთი წუთით ისაუბროთ? დიახ, უპასუხებ, მაგრამ ჯერ მინდა მეორე საკითხის გავამახვილო ყურადღება, დიდხანს ვლაპარაკობდი და თავი შევიკავე. მაგრამ თქვი, რომ ორი განსხვავებაა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. ერთი ეხება სირიის პრეზიდენტის და იქ ახალი რეჟიმის ბუნებას. მეორე განსხვავება, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია, არის უთანხმოება იმაზე, თუ როგორ ვუყურებ თურქებს. და ტრამპს, როგორც იცით, თურქეთის პრეზიდენტი მოსწონს. ტრამპი იმას მეგობრად აღიქვამს, ძლიერ ლიდერად, თურქეთი ნატოს წევრია, თურქეთი ძლიერი ქვეყანა, რეგიონული ძალაა. და როგორც ჩანს, მას მოსწონს ურთიერთობა თურქ ლიდერთან და ის აშშ-ის მეგობარია. თურქეთის ალიანსი და ისრაელს, რა თქმა უნდა, თურქეთის მიმართ ბევრად უფრო უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თუ ამერიკა თურქეთს მეგობრად და მოკავშირედ აღიქვამს, თუ ტრამპი თურქი პრეზიდენტს მეგობრად აღიქვამს, როგორც ვინმეს ვისთან შეიძლება საქმიანი ურთიერთობა კონდეს, ისრაელი თურქეთს აღიქვამს როგორც პრობლემურ ქვეყანას. აქ უკვე არის ნიუანსი იმაში, რაც წარსულში თქვით, თქვენს პოზიციასა და ჩემს პოზიციას შორის. მე არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ისეთივე ცუდია, როგორც ირანი. მე ვაკეთებ განსხვავებას. დიახ, ისრაელში ბევრ ადამიანს გონია, რომ თურქეთი ახალი ირანია და თქვენს აზრს თქვენ თვითონ გამოთქვამთ. დიახ, ირანი დამარცხდება და თურქეთი აღდგება და ყველა რადიკალი გაერთიანდება თურქეთის გარშემო. მე არ ვეთანხმები ამას. ფიქრობ, თურქეთი ბევრად უფრო რეალპოლიტიკურია. ფიქრობ, ისინი ბევრად უფრო ცდილობენ ჰეგემონიის აღდგენას, ოსმალეთის პრეტენზიებზე დაბრუნებას, სურთ ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილის კონტროლი და აქ გავლენის სფეროს ქონა.
და ეჭვი არ არის, რომ ისინი ახალი სირიული რეჟიმის მეგობრები და მოკავშირეები არიან. და აქ უნდა ვისაუბროთ ცოტა ხნით ისრაელის სამხედრო დარტყმაზე, საჰაერო ძალების იერიშზე თურქეთის ჩრდილოეთში მდებარე ავიაბაზაზე. ბოდიში, ჩრდილოეთ სირიაში, არა სამხრეთში, გოლანის მაღლობებზე, სადაც წარსულში ბრძოლები გვინახავს, არამედ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ძალიან ახლოს თურქეთის საზღვართან, სადაც იყო ცნობები, რომ თურქეთის ჯარები ან თურქეთის სამხედროები აპირებდნენ სირიაში პოზიციის დამკვიდრებას, დამატებითი პოზიციის დამკვიდრებას სირიაში. და ფიქრობ ისრაელისთვის ეს წითელი ხაზის გადაკვეთა, რადგან უკვე საკმარისი პრობლემები გვაქვს ამ ახალ სირიულ რეჟიმთან. და ის იდეა, რომ თურქეთი თავის ძალებს გაგზავნიდა თურქეთიდან სირიაში რაიმე არსებითი ან მნიშვნელოვანი ფორმით, იდეა, რომ თურქეთს, რომელსაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს ისრაელთან, მისცემდნენ უფლებას სამხედრო ბაზები ააშენოს ისრაელთან უფრო ახლოს სირიაში. თქვენ იტყოდით, რომ ეს მხოლოდ ჩრდილოეთ სირიაშია, მაგრამ ჩვენ გვეშინია, რომ ეს ჩრდილოეთ სირიაში დაიწყება და მერე ცენტრალურ სირიაზე გავრცელდება. შემდეგ კი, რაც შეიძლება მოხდეს, თურქული ძალები ისრაელის საზღვართან ახლოს აღმოჩნდებიან. და ისრაელის იდეა იყო, რომ გაეულო წითელი ხაზი და ეთქვა, ოდიში, სირიის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ვიმსჯელებთ, რა იქნება ამ რეჟიმის მომავალი. მაგრამ ის აზრი, რომ თურქეთს შეეძლო თავისი სამხედრო ძალები წინასწარ განეთავსებინა ისრაელთან ახლოს, სირიის სუვერენულ მიწაზე, ეს ის საკითხია, რომელსაც ისრაელი მიუღებლად მიიჩნევს, თუ შემიძლია ამერიკული ისტორიული ცივი ომის ანალოგიის გამოყენება, ისევე როგორც რუსებს არ სურდათ საბჭოთა ძალები კუბაში ან ამერიკის კონტინენტზე არსად ენახათ, ჩვენ არ გვინდა თურქული ჯარები ისრაელის საზღვრებთან ახლოს ვიხილოთ. და ეს არის განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკა ამას სწორად ავიქვამს. დიახ, აბსოლუტურად მართალი ხართ. ეხლა სხვათა შორის სანამ ამაზე გიპასუხებ თქვენ საკითხზე, თურქეთი ისეთივე ცუდია თუ არა, როგორც ირანი და ასე შემდეგ. უბრალოდ ვეტყვი მაყურებლებს, რომ დღეს ჩვენს პოდკასტს დისტანციურად წერთ. დღეს ოთხშაბათია, აგვისტოს 26 რიცხვი. მომიწია ერთი წუთი დაფიქრება და მარკ, შენ ჩემთან ახალზელანდიიდან საუბრობ, მე კი თელ-ავივში ვარ. არც ერთი ჩვენგანი არ არის იერუსალიმში. JNS-ის სტუდიაში იერუსალიმში. ასე რომ შენ სხვა დროის სარტყელში ხარ და ასე შემდეგ. უბრალოდ მინდოდა ეს აღვნიშნო, თუ განსხვავებულად ჩანს ჩვენი ჩვეულებრივი გადაცემისგან. ეხლა 9 საათია. აქ ახალზელანდიაში უკვე 9 საათს გადაცდა ღამით. და აქ თელ-ავივში დაახლოებით შუა დღეა. ასე რომ მე უპასუხებ. არ ვიცი, თურქეთი იქნება თუ არა ირანის შემდეგ მთავარი მოთამაშე, როცა რეჟიმი დაეცემა და ასე შემდეგ. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი და აი აქ არის ის ადგილი, სადაც შენ და მე 10 წლეულებია, ანუ ნამდვილად წლებია, არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მე წლებია წერ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ, რომელიც ღიად ანტისემიტია. მას ძულს ისრაელი. ის ნეთანიაჰუს ჰიტლერს ეძახის. არსებობენ თურქი ოფიციალური პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ აპირებენ იერუსალიმის დაპყრობას და მსგავს რამეებს. ასე რომ, იცით, თქვენ ამბობთ, დიახ, ისინი ოსმალეთის იმპერიის აღდგენას ცდილობენ. რაც არ უნდა სურდეთ მათ აღადგინონ, ისინი ასევე ჰამასის მხარდამჭერები არიან. ომის განმავლობაში მათ ჰამასი თავიანთ ქვეყანაში შეიფარეს. ფლოტილიები, ეგრეთ წოდებული თავისუფალი ღაზას ფლოტილიები, ყველა თურქეთიდან არ იყო, მაგრამ ბევრი სწორედ იქიდან იყო. და რა თქმა უნდა, ორიგინალური მავი მარმარა სწორედ თურქეთიდან იყო. თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოფიციალურად მტრის სტატუსი არ გვაქვს თურქეთთან, ისინი ჩვენი მტრები არიან. და თვითონ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუც კი უკვე ამას ამბობს. და მან თქვა, როგორ ბედავს ერდოღანი ჩემს კრიტიკას და ის ამბობს, სჯობს, ასე არ მოიქცეს. ძირითადად ნეთანიაჰუმ თქვა, სჯობს, ფრთხილად იყოს, რადგან ჩვენ ასეთ რამეს არც ერთ აგრესიულ ქმედებას ან თუნდაც განცხადებას მისგან აღარ მოვითმენთ. ეხლა ისრაელელები, რომლებიც ადრე ტურისტებად მასობრივად ჩადიოდნენ თურქეთში, რადგან ძალიან ახლოსაა, ანუ ხალხი ამას ვერ აცნობიერებს. თელ-ავივში თვითმფრინავში ჩაჯდები და თურქეთში უფრო მალე იქნები, ვიდრე იერუსალიმიდან თელ-ავივში მანქანით ჩახვიდოდი. ეს ძალიან მოკლე ფრენაა. და შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან იაფი დასასვენებელი ადგილი იყო. თურქეთში ულამაზესი ადგილებია. ისრაელმა თურქეთს მიწისძვრების დროსაც კი დაეხმარა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა ისრაელელები აღარ ირჩევენ თურქეთს დასასვენებლად, რადგან ეს საშიშია.
და თურქებს ასწავლიან ისრაელის და ებრაელების სიძულვილს, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. და რა თქმა უნდა, ბაზარში ღია ბაზრობებზე იქ ადრე ძალიან უყვარდათ ისრაელელები, რადგან ისრაელელები თურქეთში მიდიოდნენ და მთელ ფულს იქ ხარჯავდნენ. ასევე თურქეთში სასტუმროებს აქვთ ასეთი კურორტები, სადაც შეგიძლია მთელი ოჯახი წაიყვანო. მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ საკვები, აუზები და ბავშვების მომლელი სერვისები ერთიან ფასად. და ეხლა ისრაელელები ამბობენ, არა, გმადლობთ, ვფიქრობ, არა, გმადლობთ. ასევე ისრაელელები თურქეთში სამედიცინო პროცედურებისთვისაც მიდიოდნენ, რადგან იქ უფრო იაფია. იღებდნენ კბილების იმპლანტებს, თმის გადანერგვას, ბოტოქსს და სხვა მრავალ რამეს. და ესაც მთავრდება, რადგან თურქეთში ყოფნა მართლაც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან თუ რამე მოხდება, ან რაიმე იცით, თუ მაგალითად პალესტინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდებოდა და იქ მარტო ისრაელელი აღმოჩნდებოდა, ის პრობლემაში აღმოჩნდებოდა. და ასე რომ, იცით, თურქეთმა თვითონვე ავნო საკუთარ თავს ამ ქმედებით. იფიქრებდით, რომ თურქეთი ბედნიერი იქნებოდა, რომ ისრაელი მისი მოკავშირეა, რადგანაც თუნდაც მხოლოდ ტურიზმის თვალსაზრისით. მაგრამ არა. სხვათა შორის, როგორც მithქვამს, ყველა იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ისრაელები მასობრივად ჩადიან, ფულს ხარჯავენ და დასასვენებლად მიდიან, როგორც ვამბობ, ეს არასდროს არის ორმხრივი. თურქები არ ჩამოდიან მასობრივად ისრაელში დასასვენებლად, მიუხედავად იმისა, რომ იგივე 45 წუთიანი ან რაც არ უნდა იყოს ფრენა. ასე რომ, ეს საკითხია, რომელსაც მე უპასუხებ და უნდა ვაღიარო, არ ვაპირებ ბოდიშის მოხდა სამისთვის, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე ერთ-ერთი ისრაელი ვარ. ალბათ მილიონობით ისრაელიდან, ვინც დღესასწაულებს თურქეთში ატარებს. ორჯერ ვიმოგზაურე იქ. ერთხელ იქ ჩემი ქორწინების 110 წლის თავზე წავედი და უფრო ახლახან დასასვენებლად. მეც ასე მოვიქეცი, ჩვენ ყველამ ასე გავაკეთეთ. ყველამ ასე გავაკეთეთ. და კიდევ გეტყვით, რომ თურქეთის ავიახაზებს ყოველდღე რამდენიმე რეისი ჰქონდა თელ-ავივიდან. და იქიდან შეგეძლო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წასვლა, რადგან სტამბოლი დიდი საერთაშორისო ჰაბია. მე სხვა ქვეყნებში ვფრინავდი და თურქეთის ავიახაზების ბილეთების ფასი ყოველთვის ძალიან კარგი იყო. და როგორც ბევრი ისრაელი, მეც ასე ვიქცეოდი. ასე რომ, მე თუ ცოტა უფრო სერიოზულ თემაზე ვისაუბრებთ, რუთი მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ თურქეთის ლიდერმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან ღიად ანტისემიტური რამეები თქვა. როგორც შენ თქვი, მან ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰიტლერი უწოდა. მას ანტისემიტური განცხადებების ფელი ისტორია აქვს. და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. და მართალი იყავი, როცა მიუთითე მის განსაკუთრებულ და ახლო ურთიერთობაზე ჰამასთან, რაც მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. სამწუხაროდ ვიცით, რომ წარსულში თურქეთი ჰამას ნებას აძლევდა. თურქეთის ტერიტორიიდან ისრაელელების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინა. ასე რომ იქ დიდი პრობლემაა. მაინც ვფიქრობ, რომ თურქეთის პოზიციაში გარკვეული ნიუანსი ან სირთულეა, რადგან იგივე ლიდერია თავისი ანტისემიტური განცხადებებით და ჰამასთან კავშირით. იმავე ლიდერმა 2022 წელს წითელი ხალიჩა გაუშალა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და მეგობრულად მოიქცა. თქვა, რომ უკეთესი ურთიერთობა სურდა. და სწორედ 2023 წლის ოქტომბრამდე. ეს იყო 2023 წლის სექტემბერში, მან რეალურად შეხვდა ნეთანიაჰუს გაერთიანებულ ერებში, რათა ეცადა ურთიერთობის სტაბილიზაციას. და ეს არის რაღაც, რასაც არც ჰამასი, არც ჰეზბოლლა, არც ირანი არასდროს გააკეთებდნენ. ისინი არ შეხვდებოდნენ ისრაელელებს, არ ესაუბრებოდნენ პირდაპირ ისრაელელებს. და ეს თითქმის ისეა, როგორც თურქეთის პრეზიდენტთან, ეს არის დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი. ის ზოგჯერ შეიძლება ძალიან მეგობრული და სასიამოვნო იყოს. ხანდახან კი ის აჩვენებს თავს როგორც ნამდვილი ანტისემიტი, რომელიც ზულს ებრაული სახელმწიფო და მხარს უჭერს ჩვენს ყველაზე სასტიკმდრებს. და აქ სირთულე. და ფიქრობ, არ ვიცი ეს მისი პიროვნების ბრალია თუ real politics. ზოგჯერ მის ინტერესშია, რომ იყოს კეთილგანწყობილი ისრაელის მიმართ, ზოგჯერ კი მის ინტერესშია, რომ არ იყოს კეთილგანწყობილი ისრაელის მიმართ. ისრაელში იყო ესეთი გამონათქვამი. ყოველ ჯერზე, როცა თურქეთში არჩევნები ტარდებოდა, ის თამაშობდა ერთგვარ ისლამისტურ ბაზაზე, რომელსაც ჩვენ არ უყვარვართ. და როცა არჩევნები მთავრდებოდა, ის უფრო კეთილგანწყობილი შეიძლება ყოფილიყო ისრაელის მიმართ. ასე რომ, რთულია, ჩემთვისაც რთულია, როგორც თქვენ ამბობთ, ის იურიდიულად მტრად არ არის კლასიფიცირებული, ის ნამდვილად მეტოქეა, ის ნამდვილად გამოწვევაა და ბევრი ისრაელელისთვის ის საფრთხეა. და როგორ მართოთ ეს სიტუაცია, როცა ვიცით, რომ ის დონალდ ტრამპის კარგი მეგობარია, ამერიკის შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და ნატოს წევრია. ვფიქრობ, ეს გამოწვევაა ისრაელის ლიდერებისთვის. და ამაში ეჭვი არ არის. უნდა თქვა, რომ დღეს ჰორიზონტზე არც ერთი ისრაელი ლიდერი არ ჩანს. ვიცი, რომ ორ თვეში არჩევნები გვაქვს.
არ არსებობს არც ერთი ისრაელის ლიდერი ჰორიზონტზე, არც წარსულში, რომელსაც შემეძლო წარმომედგინა, რომ ასე ფაქიზად მართავდა ამ ურთულეს ურთიერთობებს ყველგან, მტრებთანაც და ტრამპის ადმინისტრაციასთანაც. ჯერ ბაიდენის ადმინისტრაცია, შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია, მერე სხვადასხვა ურთიერთობები თქვენ მას ერდოღანს მოწინააღმდეგეს უწოდებთ. კარგი, მე მას მწერს უწოდებ. არ ვიცი, ერთი და იგივეა, რადგან მას ჩვენ ძულვართ და ეს აშკარად ჩანს. და ის სიხარულით ნახავდა, როგორ გაგვაქრობდნენ რუკიდან. მაგრამ მე ვამბობ, რომ ამაში გავერკვეთ. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც შეძლებს ამის გაკეთების გზის პოლნას, ისე რომ არ გააბრაზოს პრეზიდენტი ტრამპი, არ დაარღვიოს საკუთარი ალიანსები, საკუთარი ბალანსი რეგიონში. და საკმაოდ საოცარია, რომ მან აქამდე ამის გაკეთება შეძლო. და იცით, ჩვენ არ ვიცით, ხელახლა აირჩევენ თუ არა მას, ნეთანიაჰუს გულისხმობ შემდეგ არჩევნებზე. მაგრამ მან ნამდვილად ოსტატურად მართა საერთაშორისო ურთიერთობები ისე, რომ სწორედ ამიტომ არის ეს ასე უსამართლო. კრიტიკოსები, რომლებიც მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ისრაელი მსოფლიოდან იზოლაციაში მოაქცია და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არავინ უთამაშია ჭადრაკი ნეთანიაჰუზე უკეთ. ასე რომ ჩვენ მივდივართ ჩვენი პოდკასტის დასასრულისკენ. 9 საათს უკვე გადავწდით და ჩვეულებრივ ვამბობთ, რომ 30 წუთს უთმობთ და შემდეგ ვამთავრებთ, რათა ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს შეეძლოთ სხვა რამ მოусმინონ ან სხვა პოდკასტს უყურონ. რა თქმა უნდა, ჩვენი პოდკასტივით კარგი არ იქნება. არა, რა თქმა უნდა, არა. რომ თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ვსაუბრობთ, და ვფიქრობ, ამას ისრაელშიც კი მისი პოლიტიკური ოპონენტები აღიარებენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიპლომატიური გამოცდილება, დიპლომატიური უნარები, რომელიც გამორჩეულია. დიახ, ის არის მან იცის, როგორ აწარმოოს მოლაპარაკებები. და ვფიქრობ, ბევრი ისრაელელი, მათ შორის ისინიც, ვისაც ის არ მოსწონს, აღიარებს, რომ თეთრ სახლში კარები რომ დაიხურება და ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირ რჩება, ეს არის ადამიანი, რომელიც იცის, როგორ დაიცვას ისრაელის ინტერესები მტკიცედ. ამავე დროს, ისე რომ არ დააშოროს ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც მისი ახლო და კარგი მეგობარია, და ეს არის მაგალითი იმისა, რომ ამერიკის ინტერესები ბევრ საკითხში ისრაელი და ამერიკა ერთმანეთს ეთანხმებიან. მაგრამ თურქეთში ახალ რეჟიმთან და ასევე ძველ რეჟიმთან დაკავშირებით, ანუ თურქეთის პრეზიდენტი უკვე საუკუნის დასაწყისიდან მართავს იქ ყველაფერს, ორივე ამ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს. იცით, სრული აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ამერიკა და ისრაელი სხვადასხვა პოზიციებზე არიან და ეს განსხვავებები საჭიროებს მართვას. და ეს ისრაელის ხელმძღვანელობის ვალდებულებაა, რომ ეს გუნივრულად გააკეთო. ეფექტურად, ისე რომ ამერიკელების მიმართ ატივისცემას ვაჩვენოთ, მაგრამ ჩვენს პოზიციასაც ნათლად გამოვხატავთ. აბსოლუტურად. უბრალოდ ერთ საკითხს არ დავეთანხმებით თქვენს ნათქვამში. ყველაფერში გეთანხმებით, გარდა იმისა, რომ მის შინაურ კრიტიკოსებს აღიარებთ, რომლებიც არ ისინი ხვდებიან, რომ ის ჭკვიანია და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა გითხრათ, მის წინააღმდეგ გამოთქმული ბოროტი ბრალდებები. ის დაცინვა, რაც ისრაელის პრესასა და მემარცხენე მედიაშია, თითქოს ტრამპი ყოველთვის გაბრაზებულია მასზე. ყოველთვის განხეთქილება. როცა მას პირადი შეხვედრა აქვს პრეზიდენტ ტრამპთან, თითქოს ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის ემორჩილება. ასე რომ არ გეთანხმებით, რომ ისრაელში ყველა აფასებს ნეთანიაჰუს. ის იცავს ისრაელის ინტერესებს. მემარცხენეები ასე არ ფიქრობენ. პირველ რიგში, ჩემი აზრით, მემარცხენეები არ იცავენ ისრაელის ინტერესებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, არ ფიქრობ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუ ისრაელის ინტერესებს იცავს, მაგრამ მე გულისხმობ მათ კრიტიკას მის მიმართ. მოусმინეთ, ყოველთვის არის რაღაც, რაზეც შეგიძლია გააკრიტიკოს შენი პრემიერ-მინისტრი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ან სად ხარ, მაგრამ მათი თავდასხმები მის მიმართ 99%-ით ცდარია, უსამართლოა და მიმართულია. ისინი უფრო ცილისწამებას გავს, ვიდრე ლეგიტიმურ კრიტიკას. ამაზე შევჩერდებით, რადგან ცოტა დრო გადაგწდა. რუთი, მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი. დღეს ადრე საჯარო ღონისძიებაზე გამოვედი აქ ახალ ზელანდიაში და ერთი ქალი მომიახლოვდა. და თუ ის გვიყურებს, მივესალმები მას, მან მითხრა, რომ ყოველ კვირას შორეულ ახალ ზელანდიაშიც კი არ არსებობს ადგილი, რომელიც ისრაელზე უფრო შორსაა, ვიდრე ახალი ზელანდია. ახალ ზელანდიაშიც კი ყავს ერთგული მაყურებლები, ადამიანები, რომლებიც უსმენენ და უყურებენ ისრაელ ანდიპლომატიკს ყოველ კვირას. და ეს იყო რაღაც, რამაც გამაღიმა რომ ვიცოდი, ახალ ზელანდიაშიც კი ყავს ადამიანები, რომლებიც ყურადღებით ვადევნებენ თვალს. ეს შესანიშნავია და ეს მაფიქრებს, რომ თხოვო ყველას, ვისაც ეს გადაცემა მოსწონს, გთხოვთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ. ეს გაგვახარებს. მომდევნო კვირამდე, მარკ.
მაშინ გნახავ რუთი.